თავი 3, მუხლი 1, 3. 1. წელს 315-ისა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესა ჰურიასტანს და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა მეოთხედ მთავრობასა იტურიას და ტრაქონელთა სოფელსა, დალსანისა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესა. 2. მღვდელთმოძღვრებასა ანასა და კაიაფასა იყო სიტყვა უფლისა იოანეს მიმართ, ძისა ზაქარიასა უდაბნოს. 3. და მოხვიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლისცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა. მართებულა და ანახსენები დრო და მმართველები რათა უჩვენოს რომ ქრისტეს დროს შეწყდა იუდეველ მთვარათა მემკვიდრეობა. ვინაიდან ჰეგემონი იყო პილატეს სხვა ტომის ადამიანი, მეოთხედ მთავარნი, ძენი ჰეროდე ასკანოლიტელისა, რათა ამის გამო ჭეშმარიტად მიეღოთ რომ მოვიდა ქრისტე, იაკობის წინასწარმეტყველებისამებრ და 49:10. იყო ნათქვამია სიტყვა უფლისა იონეს მიმართ, რათა შენიცოდე რომ იგი მოვიდა და სამოწმებლად ქრისტეზე, არა როგორც თვითმარქვია, არამედ იმის გამო რომ ღმრთის სულით იყო აღძრული. სიტყვაში იგულისხმება ან სული წმიდა, ან და ღმრთის ბრძანება, სიტყვა უფლისა იოანეს მიმართ იყო უდაბნოში. რამდენადაც მიტოვებულს, ანუ ეკლესიას, იგივე უდაბურს, ძუ. სლავურით, აქედან შვილები წარმართთაგან უფრო უმეტესი ჰყავდა, ვიდრე გათხოვილს, ესაია 54:1, ანუ იუდაურ ეკლესიას, ამდენად სიტყვა და ბრძანება უფლისა მართებულად იყო მიმართული იოანეს მიმართ, როდესაც იგი უდაბნოში იმყოფებოდა. იგი ხალხს უქადაგებდა ნათლისცემას სინანულისა, ანუ აღსარებისა. ეს ნათლობა კი ხელს უწყობდა მათი ცოდვების მიტევებას, რომელიც ქრისტეს ნათლობის საშუალებით ეწყალობათ. ვინაიდან იოანეს ნათლობასთან არ ახლდა ციდვების მიტევება, არამედ მიტევებისკენ მიჰყავდა, ანუ ამზადებდა ადამიანებს ქრისტეს ნათლობის მისაღებად, რომელსაც ცოდვათა მიტევება შეეძლო. თავი 3, მუხლი 4, 6. 4. ვითარცა წერილ არს წიგნსა მას სიტყვათა ესაია წინაწარმეტყველისათა და იტყს, მაღაღადებისა უდაბნოსა, განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელყვენით ალაგნი მისნი. 5. ყოველი ევნები აღმოივსოს და ყოველნი მთანი და ბორცვუნი დამდაბლდნენ და იყოს გულარძნილი იგი მართალ და ფიცხელი იგი გზად წრფელად. 6. და იხილოს ყოველმან ორციელმან მაცხოვარება ღმრთისა. გზა, რომლის განმზადებასაც ითხოვს, არის ქრისტეს სწავლების მიხედვით ცხოვრება, ვინაიდან უფალს მალევე უნდა ეკადაგა. ალაგნის სჯულის მიერ მოცემული მცნებებია, რომელნიც თითქოს და უკვე გაცვდნენ. უბძანებს მათ წრფელყოფას, რამდენადაც ფარისევლები შეურაცხყოფენ მცნებებს. გზის ქვეშ შეიძლება სულიც ვიგულისხმოთ, ხოლო ალაგთა ქვეშ გულისთქმანი და საქმეები. ამრიგად ჩვენ უნდა განვამზადოთ სული და წრფელყოთ ჩვენი საქმეები და გულისთქმები. შემდეგ თითქოს და ვიღაცამ იკითხა, როგორღა აღვასრულებთ ამას. ვინაიდან სათნოება არ არის ადვილი აღსასრულებლად და მრავალ მზაკრობასა და წინააღმდეგობას აწყდება, როგორც ბოროტი ძალების მხრიდან, ასევე ჩვენში მცხოვრებინებების გამო. პასუხობს, რომ არაფერი არ იქნება ძნელი, არამედ ყველაფერი მოსახერხებელი იქნება, ვინაიდან ხევები აღმოივსება, ანუ ჩვენი ბუნებრივი ძალები, რომლებიც დასუსტდნენ სიკეთისათვის და დამდაბლებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, შეივსებიან. ყოველნი მთანი და ბორცვი, ანუ საწინააღმდეგო ძალები და სურვილები, რომელნიც ბუნების მიერ ჩადებულად გვეჩვენებოდნენ ჭეშმარიტად დასუსტდნენ და ყოველივე გათანაბრდა და მრუდე სწორით შეიცვალა. რამდენადაც ქრისტემ მოსპო საწინააღმდეგო ძალები, რომელნიც აქ მთებად და ბორცვებად იწოდებიან და გამოაცოცხლა ჩვენი ბუნებრივი მიდრეკილებანი სიკეთისაკენ, რომელთაც მახარებელმა აღმოვსებადი ხეები უწოდა, ვინაიდან იგი იმიტომაც განკაცდა, რომ ჩვენს ბუნებას თავისი საკუთარი სახე მიეღო და იხილოს ყოველმან ხორციელმან, ნათქვამია მაცხოვარება ღმრთისა. არა მხოლოდ იუდეველებმა და მოსულებმა, არამედ ყოველმა ხორციელმა, ვინაიდან სახარება გავრცელდა მთელს დედამიწაზე. მრავალი სხვა რამის თქმაც შეიძლებოდა, მაგრამ მეტი სიცხადისათვის და ეს ითქვას. თავი 3, მუხლი 7, 9. 7. და ეტყოდა განმავალსა მას მისა ერსა ნათლისღებად მისგან, ნაშობნო იქედნეთა რომ ვინ გიჩვენა თქვენ სიუტოლა მერმისა მისგან რისხვისა? 8. ყავთ უკვე აცნაყოფი ღირსი სინანულისა და ნუ ჰგონებთ და იტყთ გულთა თქვენთა, მამა გვისჩვენ აბრაჰამი. გეტყვთ თქვენ, რამე თუ ძალულს ღმერთს აღდგინება თქვათა ამათგან ნაშობად აბრაჰამისა. 9. რამე თუ აწვეთ სული ძირთა თანახეთასაძეს, ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედვას.
იუდეველს უწოდებს იქედნეთა ნაშობს, რამდენადაც ისინი თავიანთ მამებსა და დედებს შეურაცხყოფდნენ, ვინაიდან ეს ცხოველი, როგორც ამბობენ, გამოხრავს დედის საშოს და ამგვარად იბადება. ამასთან ისინი კლავდნენ წინასწარმეტყველებსა და მოძღვრებს. მომავალ რისხვას უწოდებს მარადიულ სასჯელს. ნაყოფი ღირსი სინანულისა არის არა მხოლოდ განშორება ბოროტებისაგან, არამედ ვარჯიში სიკეთეში, ვინაიდან სიკეთის ქმნა არის ჭეშმარიტად ნაყოფი და ნაშობი სინანულისა. ნუ ეტყვით თქვენსავე თავს, რომ კარგი მოდგმისანი ხართ და მამების იმედით ნუ მიატოვებთ სათნოებათა ქმნას. ღმერთს ხელეწიფება ამ ქვათაგანაც კი მისცეს შვილები პატრიარქს, ვინაიდან თითქმის ამის მსგავსი რამ მოიმოქმედა ადრე, სარას საშომ, თუმცა ქვებზე უფრო მაგარი იყო, მიიღო მადლიშვილთა შობისა. ცულის სამსჯავროა ღმრთისა, რომელიც უღირსებს ცოცხალთა წრიდან გააძევებს. თუ კი არ შეინანებთო, ამბობს, სიცოცხლეს მოაკლდებით. ცული თქვენი ხეების ფესვებთან ძევს. ფესვების ქვეშ, როგორც ვთქვით, სიცოცხლე იგულისხმება, მაგრამ ფესვების ქვეშ შეიძლება ვიგულისხმოთ აბრაამთან ნათესაობაც. აბრაამთან ამ ნათესაობით, მოციქულის მიხედვით, რომაელთა მიმართ 11:19-21 განიკვეთებიან ისინი, ვინც არ არიან ღირსნი მისი ტოტები იყვნენ. სასჯელი ორმაგია, ვინაიდან ცოდვილი და უნაყოფო არა მხოლოდ განიკვეთება მართლებთან ნათესაობისაგან, არამედ ცეცხლშიც ჩავარდება. თავი 3, მუხლი 10, 18. 10. და ჰკითხვიდეს მას ერი იგი და ეტყოდეს, და რადმე უკვე ვყოთ. 11. მიუგო და ხრქუა მათ, რომელსა აქუნდეს 2 სამოსელი, მიეცინ რომელსა არა აქუნდეს, და საზრდელიცა ეგრეთვე მსგავსად ყავენ. 12. მოვიდეს მისა მეზუერენიცა ნათლისღებად და ხრქუეს მას, მოძღვარ, ჩვენ რადმე ვყოთ. 13. ხოლო მან ხრქუა მათ, ნუ რარას უფროს განწესებულისა თქვენისა იქმთ. 14. კითხვიდეს მას მედრად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს, და ჩვენ რადმე ვყოთ. და მან ხრქუა მათ, ნუ ვისაჭიროებთ, ნუცა ცილსა შესწამებთ და კმა გეყავთ როჭიკი თქვენი. 15. და ვითარცა მოელოდა ერი იგი და განიზრახვიდეს ყოველნი გულთა მათთა იოანესც, ნუ უკვე იგი არს ქრისტე. 16. მიუგო ყოველთა იოანე და ეტყოდა, მე ნათელ გცემ თქვენ წყლითა, ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ამთა მისდატრთვათ, მან ნათელ გცეს თქვენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა. 17. რომლისა ნიჩაბი ელთა შინა მისთა, განწმიდოს კალოცი და შეკრიბოს იფქლის საუნჯესაცსა, ხოლო ბზე დაწვას ცეცხლითა უშრეთითა. 18. და ფრიად სხვასაც ამრავალსახლოცვიდა და ახარებდა ერს ამას. იოანე მოძღვრავს მასთან მოსულთა 3 ჯგუფს, უბრალო ხალხთა კლასს, მეზვერეებსა და მეომრებს. უბრალო კლასის ხალხს იგი არწმუნებს გულმოდგინება გამოიჩინოს მოწყალების მხრივ, უბრძანებს რა 2 სამოსის მქონემ გაუყოს უქონელს, მეზვერეებს არწმუნებს არ გადაახტევინონ, ანუ არ მოითხოვან არაფერი ზედმეტი. მეომრებს არწმუნებს არ მიიტაცონ, არამედ დაკმაყოფილდნენ აკრეფით, ანუ ხელფასით, რომელიც ჩვეულებრივ მეფისგან ეძლევათ. ნახე, იოანე უბრალო ხალხს როგორ არწმუნებს გააკეთონ რაიმე კეთილი, ანუ გაუყვან სხვებს, ხოლო მეზურეებსა და მეომრებს თავი შეიკავონ ბოროტისაგან, ვინაიდან მათ ჯერ კიდევ არ შესწევდათ უნარი, არ შეეძლოთ მოემოქმედებინათ რაიმე კეთილი, არამედ მათთვის ბოროტებისაგან თავის შეკავებაც საკმარისი იყო. ზოგიერთნი ბრძანებას 2 სამოსელის მქონემ გაუყოს უქინელს სნეობრივი აზრით იგებენ. კერძოდ ამბობენ 2 სამოსელი აღნიშნავს წმიდა წერილის სულსა და სიტყვით გადმოცემას. მას ვისაც ერთიცა აქვს და მეორეც, იოანე აღძრავს ამ ცნოს სრულიად არაფრის მქონეს. მაგალითად, თუ კი ვინმეს ესმის წერილი ორივე მიმართებით, სიტყვითაც და სულითაც, მან დაეგადასცეს არაფრის მქონეს, და ეასწავლოს უცოდინარს და თუნდაც სიტყვითი ცოდნა მისცეს მას. იოანეს სათნოება იმდენად დიდი იყო, რომ ყველანი ფიქრობდნენ მასზე, ის ხომ არ იყო ქრისტე? უარყოფს რა ამგვარ აზრს, იგი ამბობს, განსხვავება ჩემსა და ქრისტეს შორის ჯერ, ერთი ის არის, რომ მე ნათელ გცემ წყლითა, ხოლო იგი სულითა წმიდითა და ცეცხლითა, ხოლო მეორეც ის, რომ მე არა ვარ ღირს ხამთა მისდატვირთვათ. რას ნიშნავს სიტყვები, ნათელ გცეს თქვენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა სავსებით ცხადია, ვინაიდან მან გარდა მოულინა მოციქულებს სულიწმიდა და ეჩვენეს მათ განყოფანი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანის საქმე მოციქულთა 2, 3, 4, ხოლო სიტყვები, არა ვარ ღირს ხამთა მისდატვირთვათ ცხადია, იმას ნიშნავს, რომ მე მის უკანასკნელ მონად ყოფნის ღირსიც არ ვარო.
უფრო დაფარული აზრით უფლის ორივე ფეხის ფეხსაცმელი არსებითად მის ზეციდან მიწაზე მოვლინებასა და მიწიდან ჯოჯიხეთში ჩასვლას აღნიშნავს. ხოლო იმის გადაწყვეტა, თუ რა საშუალებით აღესრულება ეს ორი მოვლენა, არავის შეუძლია, თუნდაც იოანეს მსგავსი იყოს. ვინაიდან ვის შეუძლია თქვას, თუ როგორ განხორციელდა უფალი, ან როგორ ჩავიდა ჯოჯიხეთში. სიტყვები ნიჩაბი ხელთაშინა მისთა იმას ნიშნავს, რომ მართალია, მან მოგნათლად თქვენ, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ უკვე დაუსჯელნი ხართ, არამედ თუ კი ამის შემდგომ ცხოვრებაში არ შეინახავთ თავს უმციკლოდ, იგი დაუშრეტელი ცეცხლით დაგწვავთ. გზე ის არის, ვისაც უნაყოფო გონება აქვს და მხოლოდ ყოფითი საგნების მიმართ იჩენს დიდ ზრუნვას. და ფრიად სხვასაც ამრავალსახლოცავდა და ახარებდა ერს ამას. ვინაიდან კარგი მოძღვერვა ჭეშმარიტი ნუგეშია და სამართლიანად იწოდება სახარებად. თავი 3, მუხლი 19, 22, 19. ხოლო ჰეროდე 4-თა სამთავროთა მთავარმან რამე თუ ამხილებდა მას ჰეროდიასს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა მისისა და ყოვლისა მისს, რომელი ქნა ბოროტი ჰეროდე. 20. შესძინა ესეც ამას ყოვლისა ზედა და შეაყენა იოანეს აპყრობილესა. 21. და იყო ნათლისღებას ამას ყოვლისა ერისასა იესუცა ნათელი იღო და ილოცვიდა და განეხუნეს ცანი. 22. და გარდამოდა სულიწმიდა ორციელითა ხილვითა ვითარცა ტრედი მის ზედა და მაიყო ზეცით და თქვა, შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო გიყავ. მახარებელმა დროულად ჩაურთო აქ სიტყვა ჰეროდეზე. იგი თითქოს ასე ამბობს, თუმცა ხალხი ფრიად მაღალი წარმოდგენისა იყო იოანეზე, მაგრამ ჰეროდემ მის მიერ მხილებულმა თავის ყველა ბოროტ მოქმედებას ისიც დაუმატა, რომ საპყრობილეში ჩააგდო იგი, როგორღაც ღრმა მწუხარებითა და ძლიერი სინანულით გვატყობინებს იმის შესახებ, რომ ჰეროდე ასე უსამართლოდ მოექცა იოანეს, მაშინ როდესაც ხალხი მაღალი წარმოდგენისა იყო მასზე და განეხვნეს ცანი იმისათვის, რათა ჩვენ გვიჩვენოს, რომ ნათლობა ყველას განუღებს ზეცას, ადამის მიერ დახშულს და გარდა მოხდა სულიწმით იესოზე, რათა ჩვენც შეგვეცნო აქედან, რომ როდესაც ვინათლებით, ჩვენზეც სულიწმიდა გადმოდის. ვინაიდან უფალი არ საჭიროებდა სულის მიღებას, არამედ ყოველივეს ჩვენს გამოიქმს და თავადაა დასაბამი ყველაფრისა. კოლ 1:18 რაც ჩვენ უნდა მიგვეღო შემდგომში, რათა ვყოფილიყავით პირმშრომი მრავალ ძმათა შორის. ვითარცა მტრედი, რათა ჩვენ გვესწავლა, რომ დაბალნი და სუფთანი უნდა ვიყოთ და როგორც ნოეს დროს მტრედი ღვთის რისხვის დაცხრობის მანიშნებელი იყო, ასევე აქაც სულიწმიდა მცოდვის ჩაძირვით ღმერთთან შეგვარიგა. და ძეს ესმის ხმა მამის მიერ თქმული, რათა გვიჩვენოს, რომ ჩვენც, ვინც ვინათლებით, გვეწყალობა შვილად ყოფნა. შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო გიყავ, მე შენში ვპოვე სიმშვიდე. თავი 3, მუხლი 23, 38. 23. და თავადსა იესოს ეწყო ოდენ ყოფადმე 30 წელსა, რომელიც საგონებელი იყო ძედ იოსებისა, ელისა 24. მატათანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსებისა 25. მატათისა, ამოსისა, ნაომისა, ესლისა, ნაგესა 26. მაათისა, მატათისა, სემისა, იოსებისა, იუდასა 27. იონანისა, რესასა, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა 28. მელქისა, ადდისა, კოსამისა, ელმოდადისა, ერისა 29. იოსისა, ელიეზერისა, იორამისა, მატტათისა, ლევისა 30. სმეონისა, იუდასა, იოსებისა, იონანისა, ელიაკიმისა 31. მელეასა, მანანისა, მატათანისა, ნათანისა, დავითისა 32. იესესა, იობედისა, ბოოსისა, სალმუნისა, ნაასონისა 33. ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარეზისა, იუდასა 34. იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თარასა, ნაქორისა 35. სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალასა 36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესა, ლამექისა 37. მათუსალასა, ენუქისა, იარედისა, მალელეილისა, კაინანისა 38. ენოსისას, სეითისა, ადამისა და ღმრთისა. უფალი 30 წლისა მოინათლა, რადგან ეს ყველაზე უფრო სრულყოფილი ასაკია და მასში ადამიანი ვლინდება, ან როგორც პატივსაცემი, ან და როგორც უარგისი. ლუკა წარმოგვიდგენს უფლის გენეალოგიას შებრუნებული თანმიმდევრობით, მათესგან განსხვავებით, რათა გვიჩვენოს, რომ ახლა ხორციელად შობილი ღმრთისაგანაა, ვინაიდან შეხედე, როგორ ადის გენეალოგია ღმერთამდე, და ამასთან რათა ჩვენ ვიცოდეთ,
რომ იგი იმიტომ განკაცდა, რომ ყველანი ამ შუალედში მყოფ მამათაგან ღმერთთან მieხვანა და შვილები მიენიჭებინა. შემიძლია სხვაგვარადაც ვთქვა, უფლისშობა როგორც უთესლო უნდობლობას იწვევდა, ამიტომ მახარებელი სურს რა გვიჩვენოს, რომ სხვა დროსაც იყო უთესლოდ შობილი ადამიანი, უდაბლესთაგან ადის ადამდე და ღმერთამდე. იგი თითქოს და ასე ამბობს, თუ კი არ გწამს, თუ როგორ იშვა მეორე ადამი უთესლოდ, მაშინ გთხოვ მიმართე გონებით პირველ ადამიანს და შენ აღმოაჩენ, რომ იგი ღმერთის მიერ უთესლოდაა შექმნილი და ამის შემდეგ ნუ იქნები ურწმუნო. ზოგიერთნი კითხულობენ, რატომა რომ მათე იოსებს იაკობის ძეს უწოდებს, ლუკა კი ელისას. ვინაიდან შეუძლებელიაო, ამბობენ, ერთი და იგივე ერთი მამის შვილი იყოს. ამაზე ვპასუხობთ, რომ იაკობი და ელია ერთი დედის შვილები იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა მამისგან და ელიას სიკვდილის შემდეგ მისი ცოლი იაკობმა მოიყვანა, რათა აღედგინა მისთვის თესლი და ამიტომ იოსები იწოდება იაკობის ძედ ბუნებითად, ხოლო ელისად სჯულის მიხედვით. ვინაიდან იაკობმა მართლაც შვა იგი ბუნებითად და იგი მისი ღვიძლიშვილი იყო, ხოლო ელიას შვილი იგი მხოლოდ სჯულის მიხედვით იყო. ვინაიდან სჯული ავალდებულებდა, რომ უშვილოდ გარდაცვლილის ცოლი მის ძმას შეერთებოდა და ამ კავშირის შედეგად შობილი გარდაცვლილის შვილად ჩათვლილიყო, მეორე სჯული 25, თუმცა ბუნებითად იგი ცოცხალისგან იყო. ამიტომ მახარებლები სწორად ამბობენ და არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. მათემ ჩაწერა იოსების ბუნებითი მამა, ხოლო ლუკამ, ის ვინც სჯულის მიხედვით ერგებოდა მას მამად, ანუ ელია, ხოლო ორივენი ერთად უჩვენებენ, რომ უფალი იშვა იმისათვის, რათა ეკურთხებინა ბუნებაცა და სჯულიც.